ვარა ისევ ის ბედინა, ისევ ისეთი, ისევ იმ წესით, ისევ იქ, ისევ იმნაირი და არ ვიცვლები. პირველ ცხოვრებაზე დაკავშირებით, როგორც არწივი კლდეზე მარტო არის. შეიძლება რომ თავად არავინ არ აწუხებს, თავის არის. აი ეგრე რა რაღაცა და ისე რომ გამოჩნდა რაღაცა ის თუ ნახავი ვის გამოს მე ხა მუხლებზე უნდა დავდგე და ბეჭედი ვარ სხვა ჯერჯერობით არავინ არ ეჩენს. მაგრამ იქნება ალბათ თავის დროზე ჯერ ადრეა. ჯერჯერობით თავისუფლება მიყვარს, მარტო ფრენა მიყვარს და ჯერჯერობით დაუმორჩილებელი. ეხლები არის ძალიან ბევრი. მაგრამ მეტი წელი რა არის, ეხლა ისია თუ ასე მაინც ხო ისე რომ გეითხრა მოდელის შესაქმნას მიხედე რა. ვაკეთებ ჩემს საქმეს, წერ ახალ ლექს ტექსტს, ახალ კომპოზიციას, რომელსაც ქვია ნელა იარე. მართლა ბოლო ნელა იარე, რა უბედურება რა დადიხოთ. მართლა ნელა იარე, ხო რა, აი ნელა იარე ძველი თბილისური სიტყვაა რა, ნელა იარე რა, სამდახარ ხო ვიცით ხოლმე რა თბილისელებმა რა და მაგას წერ, მაგრამ საქმე იმაში რომ ვერ ჩავიკეტე სტუდიაში, რომ სიტყვაზე დავიწყო კეთება რა, იმიტომ რაღაცნაირად უნდა ჩაიკეტო ამ ყველაფერთან ერთად და იმიტომ რომ დღეს გადაღება ხვალ კონცერტი, ზეგ ქორწილში მიწევს, მასზე ნათლობა, მერე კიდე გადაღება, მერე ქორწილი, მერე სახში რემონტი, ხო და აი სულ სიახლეებში ვარ რა და ის სიტუაცია რაღაც ახალის კეთებას რომ ვიწყებ, მაინც მოთხოვნილება იმ ძველზეა, რაც გამეკეთებია და რაც გაკეთებული მაგ და იმას ითხოვენ რომ აუ ბედო ის ძველი გვინდა. ახალი მაგარია მაგრამ ძველი და მეტი წილი უფრო ძველი შემოქმედებით მიწევს სცენაზე გამოსვლა და რა ვიცი უიძახიან რა ყველა თაობა გაიარაო შენი კომპოზიციებიო, სიმღერებიო და სიმღერებიო და არ გადადის მოდიდანო და რა არის ამისთანავე და ალბათ ეს ალბათ ჩემს მსმენელს უნდა გითხოთ რა ან იმ ადამიანებს ვინც ჩემსგან სუცი ძაღის ან კაცს მე მგონი რა არის აი მე არ იმიჯ მეიკერი და არ დიზაინერი არ ყოლია და არ გამივლია შოუ ბიზნესის ის როგორც მაღალ ეშელონებში შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს ასე ეგრეთ წოდებულ არტისტებს ასწავლიან და მათ დაძდებენ სახში მაკიაჟის უბრალოდ სცენარისტის და არც სარკი არ ყოფილა ჩემი სტილისტი რა ამინდი ბუნება დილით გავუგოზე გავხედავ რა ამინდია ის ჩავიცინებ და ისე რომ ყოველდღე ერთ იგივე მოსვავს ალბათ არ ვიცი თან ყველაფერთან ერთად ალბათ ვიცავ დიეტაზე მეტად უფრო აი ნებისყოფით მარხვას და არ ვეკარები ეს რაღაცებს რამაც შეიძლება ჩემს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და ვარ ძალიან ენერგიული დილით ადრე ვიღუძებ სანამ გათენდება ფეხზე ვდგები უკვე ყველას ვძინავს სუფთახარზე თბილის გავხედავ თქო სანამ მანქანები დაიქოქება ხალხი ჩამოვლე და აი ადრე მეყოს გაგუზებო დღეს ეს ეპოქა რაღაცა იარაღიანი რეპერების და ბენდენიანი ცხირაფარებული რეპერების ეპოქა წავიდა დღეს უფრო ცოტა გამრავალფეროვანდა, მაგრამ მაინც იქით უყურებს მსმენელი, იმიტომ რომ რა არის, ქართულ მენტალიტეტთან არის ეს ახლოს რა, რომ შენ როდესაც ეგრეთ წოდებული სიტყვა ავტორიტეტი არ მინდა ხა სიტყვა თქვა, მაგრამ როდესაც შენ ვიცნობენ, შენ თქვა სიტყვაზე ყველგან თავისუფლად გატარებენ და რაღაც შენ მიმართ პატივისცემა აქვთ ადამიანებს, უყვარს ეგეთი რაღაცა ქართულის მიყვარს რა, მოხდებით რომ მე მას არ ვიზახთ, რომ ეგრე წესით სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ რეპერთა ცნობადი ადამიანიო რომელიც მილიონერი არ არის და მილიონი გულშემატკივარი და მსმენელი იყოს ხო ხვდებით რომ ჩემი დონის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი შტატებში დღეს სიტყვაზე აი ესე ცხოვრობს როგორი მუსიკაც იყო ახლა